ნოდარდუნბაძე ასეთია, რომ არ უყვარს ცუდი ადამიანების წარმოჩენა. უამრავი ადამიანია ამ ნაწარმოებშიც დადებითი თვისებები. თუ ასეთი კარგია, რატომ გაუჭირდა ნოდარდუნბაძეს თქვენი აზრით თავისუფლად მუშაობა ამ ნაწარმოებზე? რატომ მოუწია ხელისუფლებასთან ნებართვის აღება, ხელისუფლებისგან ნებართვის აღება? თქვენი აზრით რა უნდა იყოს ისეთი, რომ ხელისუფლებას არ აწევს? ნოდარდუნბაძეს უნდა სიკვდილებთან შეჭიდება, რადგან მესაცმლის ცხოვრების აღწერა არის ძალიან რთული. ამაში ნაწარმოებშიც არის ნახსენები, როდესაც ვლადიმერ დინარაძე, რომელიც არის მწერალი ჩასული საზღვარზე ნაწარმოების დასაწერად, ეს თვითონ ახსენებს, რომ ძალიან რთული არის მესაცმლის ცხოვრების დაწერა, დღეები ერთმანეთს ჰგავს და ფაქტობრივად შეუძლებელი არის რამის დაწერა, ქაღალდებს ძლივსვლობით აკლებს მაგიდიდან და ასევე ეს ნაწარმოები იმიტომ არის დაწერილი, რომ ადამიანებს სხვა თვალით დაანახოს ჯარისკაცის ცხოვრება, ასევე ადამიანის ცხოვრება, რომელსაც ბავშვობაში მშობლები ადრეულად გარდაეცვალა და ასევე იმ ბავშვების მონათლება და ის განცდები, რომელიც ჯაყოს აქვს და ამ მოთხრობის წაკითხვის გარეშე ადამიანი ვერ გაიგებდა. ჯურის ჩამოღება თუ გახსოვთ? ჩვენი სტუმრები და შეგიძლია რომ შეგიძლია მოიცალო და დაგვესწრო. იწულება ჯურის ჩამოღება. რითაც იწება და რაზეც არის? როგორც ვიცით, ისიდორე ვაგუა იყო ძველი რევოლუციონერი, იგი იყო ბოლშევიკი და მას დავალეს სოფლის ეკლესიიდან ჯვარის ჩამოხსნა. რადგან ეს ძალიან რთული საქმე იყო და მხოლოდ იცოდნენ, რომ მხოლოდ ისიდორე ჯაყელი შეცდოდა ამ რთული საქმის შეჭიდებას. მას ეშინოდა ჯვრის ჩამოღების, თუმცა ასე ვთქვათ, სოფლის წინაშე ვალდებულება ჰქონდა, მას ეს ჯვარი რომ არ ჩამოეღო, ვინც ის რამდენი ადამიანი გარდაიცვლებოდა და შესაძლოა ბევრი ადამიანი შეწირულიყო ამ ამბავს. ასევე, როდესაც ჯვარი ჩამოიღო, მას ყმაც მოეღეცა, თითქოს ღმერთმა დაწოლა და ძალით ერთდროულად მაგრამ ეს ვერ დააკავშირა ნოდარდუნბაძემ ზუსტად აი გიორგი აბა მაინც ეს პრობლემები არ დამალავდა. პასუხი გვინდა გიორგის. ანუ ეს პრობლემები, რაც საბჭოთა კავშირის დროს ხდებოდა საქართველოში, აღწერა სჭირდებოდა ნოდარდუნბაძეს. ისე ძალიან მშრალი იქნებოდა. თუ ამ პრობლემებზე არის საუბრებდა, მაშინ რაღაცა, ანუ პრობლემა რამ წარმოშვა, რომ ეს ურთიერთობები ასეთია, ხო? ეს რომ გამოაჩინოს, ძალიან დიდი გამბედაობაა საჭირო. მე დღესაც მიგვირს, რომ როგორ გაბედა, მაგრამ იმ დროს უკვე ნოდარდუნბაძე არაფარულად არ იყო, რა ხან ნებართვა იყო. შეძბულად მაინც. ხო. და ჯვრის ჩამოხსნა არ იყო ფარულად. ალბათ სახელი ქონდა უკვე იმ დროს მოხვეჭი. ადამიანები ყოველთვის ათეიზმის ეპოქას ეხლა ესე დიდი